მათ ჩვენ დიდი ხანია რაც დაგვტოვეს. საგულდაგულოდ ჩარაზე საქართველოსკენ მომავალი თითოეული გზა და თავი შეაფარეს უცხო ქვეყანას ცხოვრების უკეთესად შენების მიზნით. ისინი მიმოიფანტნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ქართული მიწა-წყლის მკვიდრნი მოსწყვენ ქართულ ფესვებს და გახდნენ მათთვის უცხო ქვეყნის ქართველი ემიგრანტები. მათ ეს სტატუსი დიდი რისკის ფასად მიენიჭათ, რადგან დატოვეს ახლობლები, ნათესავები, შვილები, მეგობრები და სრულიად შიშველი ხელები დაიწყეს გადარჩენაზე ფიქრი. სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ, ძიმე ფიზიკურ შრომას მიემხროს. ზოგიერთისთვის იმედი შუქურა მალე ჩაქრა და საქართველოსკენ აქვს მზერალი თვალი. ვერ გადაუწყვეტია დარჩეს თუ კვლავ დადგას ფეხი მშობლიურ მიწაზე. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და ვიცი რის ფასად დაგვტოვა ჩვენ. ვხედავ ყოველდღე მისცემლით ამღვრეულ თვალებს და მესმის ყოველდღე მენატრებით ყველაფერი კარგად იქნება და მე დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ, ბევრს ეცნობა ეს სიტყვები. ამიტომ გავერთიანეთ, მივცეთ მათ სტიმული და უთხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთად დავამარცხებთ ყოველგვარ პრობლემას. დაგვიბრუნდით, საქართველო გელით თქვენ. ჩემს გზავნილს ქართული ემიგრანტებისადმი წერილობით გავაგზავნით თქვენი მიმართვით. შორეულ ნისლში ჩაკარგულა გლოვის ზარებო. უცხო ქართველნო, მოგანატრებთ თავს საქართველო. თავისუფლების, სიყმაწვილის მოხადაგენა. ქართული მიწის უნახველო ემიგრანტებო. მაისის სიოს გაყოლილო მტრობის ალებო. უცხო მიწაზე მიჯაჭვულო ამირანებო. მკვდარი სიცოცხლის, უფრთო სულის მომასწავლენო. ალმასის მთებში გაქცეულო ფალავანებო. ჯებირებს იქით დაკარგულო სიამაყენო. სამშობლოს მიღმა, უსახულად ნათავადენო. გაუცხოების, სიღარიბის მიწად ნაგებო. ცას მოწყვეტილნო, უუფლებოდ ნასამართლოვნო. ძველი გმირების და სიკვდილის მოამაგენო. უცხო ქართველნო, თავს გახსენებთ თქვენ საქართველო. ზოგადად ემიგრანტი არის ძალიან რთული მცნება. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცილი, იმიტომ რომ დედაჩემი არის ემიგრანტი უკვე 3 წელია და ის ამის გამო ვერ ახერხებს ჩვენთან ყოფნას, არ არის ჩვენთან 3 წელი არ უნახავს ოჯახი, თავისი ქვეყანა და მე ვთვლი რომ მხოლოდ დედაჩემის არა, მთელი ემიგრანტებისთვის ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ მათი უწევთ რთული რაღაც პირობების შრომა და ამას პლუს ემატება განცდები, ემოციები, მონატრება ოჯახის და ქვეყნის. ჩემი აზრით ყველა ემიგრანტი და ჩემი დიდი სურვილია ის რომ ყველა ემიგრანტი ადრე თუ გვიან დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და აქ გააგრძელოს თავის ოჯახთან ერთად ცხოვრება და მუშაობაც საქართველოში. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვიცით, ისეულ ქართულს ენატრება საქართველო, ქართული მიწა, ყველაფერი ენატრებათ, მხნეობას უსურვებ და ყველაფერი კარგს და რაც მთავარია საქართველოში მალე დაბრუნებას. თავიანთ შვილებთან მალე ჩახუტებას უსურვებ. მარჯვეთ იყვნენ, დროზე ჩამოვიდნენ წარმატებულები. ქართულ ემიგრანტებს რას უსურვებ, რომ არ დაივიწყონ ქართული მიწა-წყალი, ფესვები, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ და ყოველთვის მიზიდავ საქართველოსკენ ძახილი და წყურვილი საქართველოს აქაურობის და ქართველობა რო არ დავივიწყოთ, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და ალბათ ერთმანეთის გატანა გინდა იქ, რომ არ დავივიწყოთ ვისი გორისები ვართ. შვიდობით დაბრუნდნენ. ძალიან გვიყვარს ეგ ხალხი და გვენატრებიან. ეკეთებინოთ ქართული საქმე უცხოეთში და არ დაევიწყებინოთ საკუთარი სამშობლო. საქართველოს მათ გარეშე ძალიან ღარიბი ქვეყანა არის. ისინი ჩვენი თანამემამულეები თავის თავაცხადე გაჭირვამ წაიყვანან, მაგრამ მათი ჩამოსვლა საქართველოში არის აუცილებელი. ისე გამოსწორდეს საქართველოში მდგომარეობა, რომ ძალიან მანდ დაუბრუნდი თავის ქვეყანას და თავის ოჯახებს. კარგად იყვნენ ჯანმრთელად და ჩამოვიდნენ დროს. ზოგადად ემიგრაცია ძალიან მძიმე ხვედრია. ძალიან მძიმე და ვერავის ვერ უსურვებ ამას. მაგრამ ხდება ცხოვრებაში ისე რომ ადამიანი იძულების წესით ამ ხვედრს მოირგებს და წლების განმავლობაში ცხოვრობს იქ, სადაც შეიძლება სულაც არ უნდა ცხოვრება, მაგრამ ესე მოეწყო მისი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ რა შეგვიძლია? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვუსურვოთ მათ, რომ სამშობლოს სიყვარულის და მონატრების გრძნობა, ნოსტალგია რომელიც მათ ნამდვილად აქვთ ყველას, მალე დაეძლიოთ და თავის სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ჩვენინებით არ წამოსულვართ, გამოგვაწევეს. სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივილისგან ხერხემალი გაგვიმროდდა.
ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის. გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის, რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს. ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით. ჩვენ ცხოვრობთ საგანში, რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით, მზე რომელი მხრიდან ამოდის. ჩვენ ცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ 4 კედელში და სუნთქვა გვიჭერს, ისეთი ნესტია ცრემლების, აქ დროც გაჩერებულია. ეს წერილი მან ჯერ კიდევ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში დაწერა. სწორედ ეს წერილი გახდა იმის მიზეზი, რომ სასუს უნივერსიტეტის რექტორმა თემურ ქორიძემ მას სამსახური შეთავაზა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამ შემოთავაზებას დათანხმდა. ის ახლა ჩვენთან საქართველოშია. ძალიან ძნელია იყო ემიგრანტი, შორს იყო საკუთარი სამშობლოსგან, ოჯახისგან, შვილისგან. ძალიან ძნელია, როცა გენატყება შენი ახლობლები და არ გაქვს საშუალება მათთან ყოფნის. განსაკუთრებით კი რთულია, როდესაც არ იცი, როდი შეიძლება დაბრუნდეს სამშობლოში. იქ დრო ფაქტურად გაჩერებულია. ყველაზე მეტად მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს შენი სამშობლო, როცა მისგან შორს ხარ. მე არ ვთვლი, რომ ეს მე მოვახერხე და დავბრუნდი საქართველოში. რომ არა ის კეთილი ადამიანი, რომელიც დამეხმარა და შემომთავაზა სამსახური საქართველოში, მე დღეს ისევ ემიგრანტი ვიქნებოდი. მე არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ემიგრანტებს მოუწოდებენ, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. კი, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში რა დახვდებათ მათ? არაფერი, დახვდებათ ის, რასაც გაექცნენ. ძალიან ძნელია დაბრუნდეს სამშობლოში მაშინ, როდესაც პერსპექტივა არ გაქვს. ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ემიგრანტებს დაბრუნების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ პერსპექტივა, რომ ისინი დასაქმდებიან და იქნებიან რეალიზებულები. მე ძალიან მწყინს ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ ემიგრანტები საქართველოდან მძიმე სამუშაოს გაექცნენ და იქ იოლ ფულს შოულობენ. დამიჯერეთ, ეს არ არის ნამდვილად იოლი ფული, პირიქით. არ არსებობს იმაზე მძიმე და რთული სამუშაო, რასაც იქ ემიგრანტები ასრულებენ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ემიგრანტს, მაგრამ ემიგრანტების დაახლოებით 90% ასრულებს ძალიან რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სამსახურს. შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. რა თქმა უნდა, ემიგრანტებს ვუსურვებ საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ პირველ რიგში საქართველოს ვუსურვებ გაძლიერებას. რათა ემიგრანტებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. ჩემს მეგობრებს, ვინც ემიგრაციაში იმყოფებიან დღეს, ყოველთვის ვეუბნები და ვეთქვი ახლაც. პირველი ადამიანი, ვისაც მათი ჩამოსვლა გაუხარდება, ეს ვიქნები მე. ჩვენ გელით. გელოდებით. ჩვენ გელით. ჩვენ გელით. ჩვენ გელით. ჩვენ გელით. გელოდებით.